მოგესალმებით, ძვირფასოს ფენელებო და მეგობრებო. დღეს ვიდეო მეცი ინტერნეტი მეჩიშება პირველი საათისთვის. ამიტომ ახლა მე გადავწყვიტე დაკონსპექტებული წაგიკითხოთ. ეს კონსპექტი მე გავაკეთე წინათ ინტერნეტის გათიშვის შემდეგ. ეს ეხება ალექს კოლერის ვიდეოს. ეს ვიდეო იყო ატვირთული ასტალიონიკაზე, რომლის ბლოგერი არის იური ლირი. მათ სხვა სახელი და გვარი აქვს, მაგრამ ეს არის მისი ფსევდონიმი. მაპატიეთ, მაგრამ მე არ მახსოვს ამ ვიდეოს სათაური. საერთოდ ალექს კოლერი არის ანდრომედიდან, მისი სული არის ანდრომედიდან. და მას ჩამოართვეს ეს ვიდეო. და ის ყვება უბრალოდ. ძალიან საინტერესო თემაა. მას დავიწყოთ. როგორც მე მესმის, როდესაც გადავალთ მეხუთე განზომილებაში და მაღლა ემოციური სხეული გაქრება ან დაიძინებს. ეკითხება წამყვანი. ანუ ალექს კოლერს უსვამენ კითხვას, ალექსი პასუხობს. და კითხვას უსვამს ჩერკასოვი. ჩერკასოვმა ჩამოართვა პენიბრედისაც ინტერვიუ. ანუ ჩერკასოვი ეკითხება, როდესაც ჩვენ გადავალთო მეხუთე განზომილებაში და უფრო მაღლა, ემოციური სხეული გაქრება თუ დაიძინებსო? ალექსი, მე ფიქრობ, ემოციური სხეული გამოიხატება სხვადასხვა მეთოდებით, რადგან ფიზიკური პლანებია სხვადასხვა. ეს შეკითხვა კარგია. შემიძლია მაგალითები მოგიყვანოთ. ჩვენ გვყავს მოსახლეობა პლანეტაზე. რომლებიც წარმოადგენენ შეხამებას 22-24 დნმ-ისა სხვადასხვა რასებისა. ხო, მე შემიძლია დავამატო, რომ ზოგიერთ 34-იც აქვს კი გენი. ხო, 34-იც კი ვარირებს. აგერ მაგალითად მე რო თუ ვიდეო დაგიდეთ, ალენა ბერეგინიასი, იქ ალექსეი რომ იყო სტუმარი, კაც იმას აქვს 34 გენი, ადამიანის გენის ჩათვლით. გავაგრძელოთ. უჯრედული მეხსიერება ყოველი ამ რასებისა შეიცავს ჩვენი ადამიანის სხეულები. ჩვენი დნმ-ები შეიცავს ამ სხვადასხვა უცხოპლანეტელების დნმ-ს. ანუ ამიტომ უნიკალური ადამიანის სხეული, რომ ჩვენ ვართ სხვადასხვა ცივილიზაციების, რასების წარმომადგენლების გროვა. ცოტად ყველაფერია ჩვენში. ჩვენ შევერიეთ ერთმანეთს შემდგომ. ასი 1000 წლის განმავლობაში და ამის შედეგად შეიქმნა სხვა რასა ჩვენი სახით. ყველა გენეტიკური შეჯვარებებისაგან ისინი არიან გენეტიკური მეხსიერების ტარებლები სხვადასხვა რასებისა. ვიცით ჩვენ ეს თუ არა, გუჯერა ჩვენ ამის თუ არა. და ჩვენ გვაქვს ეს ბოლო ემოციები. იყვნენ ისინი ჩვენში ჩადებული თუ არა, ისინი ესწრებიან ჩვენში.
ჩვენ შეგვიძლია ნახოთ მშვენიერი სიზმრები და კოშმარული სიზმრები. ჩვენ შეგვიძლია თანაგრძნობა, ხელებით მკურნალობა. ან შეგვიძლია სიცოცხლის წართმევა, სასტიკი და საშინელი წესი. თუ გადავხედავთ ჩვენი galaktikis ისტორიას და ბევრ ომებს, რომლებიც მოხდა აქ სხვადასხვა რასებს შორის, ჩვენ მათ ყველას წარმოვადგენთ აქ და ახლა ჩვენ ცივილიზაციაში. ჩვენ ყველა მივიღეთ დადგურვა, რადგან მთელი ჩვენი უჯრედული მეხსიერება იქნება ეს წარსული ცხოვრება თუ გენეტიკური მეხსიერება, რომელიც შეიცავს ადამიანის სხეული, იმყოფება პირდაპირ დნმ-ის მესამე ძაფში. ანუ თურმე დნმ-ის მესამე ძაფში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მეხსიერება, უჯრედული მეხსიერება ეხება ეს წარსულს თუ მომავალს. და ის მხოლოდ ის ჩართავს ამ აქტივაციას, ანუ გააქტიურების დროს, ამ მესამე ძაფის გააქტიურების დროს ჩვენ ყველაფერი გაგვახსენდება. ჩვენი წარმოშობაც, ჩვენი წინა ცხოვრებებიც, ჩვენი წარსულიც, ჩვენი მომავალიც. როდესაც ეს მომენტი მოვა, როდესაც ეს მოვლენა, რომელიც არ უნდა იყოს, მოხდება, როდესაც ეს მომენტი მოვა, როდესაც ეს მოვლენა, როგორიც არ უნდა იყოს, მოხდება და ეს მესამე ძაფი ამუშავდება, შემდეგ მეოთხე ძაფი, შემდეგ მეხუთე ძაფი და ასე შემდეგ, ჩვენი ცივილიზაციის შექმნის წელასვებს ისე ვერ ხედავ. ეტყობა კატარაქტა, ნევრატი კატარაქტა მემართება კი არა, მიდის უკვე პროცესი. ჩვენი ცივილიზაცია შექმნის მორფოლოგიურ ველს, რომელიც შეცვლის არა მხოლოდ ჩვენ galaktikas, მაგრამ ის გააფართოვებს მთელ ცნობილ სამყაროში და ის გავა განზომილებიან დონებზე. რადგან ჩვენ აქ გვაქვს ყავს სულები ჯგუფები, დაყოლილი განზომილებებიდან, ანუ პლანებიდან ფიზიკურ სხეულებში. ანუ ეს წარმომადგენლები, მაღალი განზომილების წარმომადგენლები არიან დედამიწაზე, ფიზიკურ ავატარებში. ეს იქნება ისე როგორც თითქოს გახსნა შამპანურის ბოთლი, რომელიც უბრალოდ დაიხურება ყველგან, რადგან შამპანური გაზიანია და დაიხურება. კიცით როგორ იხსნება შამპანურის ბოთლი? თუ თხილად არ გახსენი, როგორ იხურება იქიდან სითხე. ჩვენი galaktika უკვე არ იქნება ძველებურად. არც ერთი განზომილების დონე არ იქნება ძველებურად. ისინი ყველა შეიძლება
ყველაფერი შეიცვლება რა, კოსმოსშიც, დედამიწაზეც, ყველა და ყველაფერი შეიცვლება. რაღაც ხარისხში ეს იქნება ტალღისებული ეფექტი, რომელიც ყველგან გავა. ეს შემთხვევითობა არაა. ეს მოვლენა იყო ორგანიზებული, რადგან ის მოხდება. თუ თქვენ ხართ რეგრესიული და გინდათ აკონტროლოთ რას ეძებთ, თქვენ ეძებთ გავლენის საღწევს. თქვენ გინდათ გაკონტროლება და მანიპულირება, თქვენ უნდა იპოვოთ გავლენის ობიექტი და გავლენის ინსტრუმენტები, რომლის დახმარებით თქვენ ამას გააკეთებთ. თუ თქვენ ვერ იგდებთ ხელში გავლენას, მაშინ ეძებეთ საშუალება რომ კომპრომიტირება გაუკეთოთ ვინმეს და თქვენ თუ გაქვთ კომპრომატი, თქვენ გაქვთ სახდენი გავლენის ინსტრუმენტები. მაგათმა გამოგვიყვანეს ჩვენ იმისთვის, რომ გააკეთონ ეს. მე ვაუბრალებ ყველაფერს მაქსიმალურად. აქ ამას ვამბობ 35 წელია. ყველაფერი დაგეგმილია. არ ვიცი რამდენი ხანია ეს გეგმა მოქმედებს. მე არ ვიცი ვინ გამოიგონა ეს გეგმა, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითობა. უბრალოდ არ შეიძლება. იყო თუ არა იესო ჯვარზე აცმული, ეკითხება წამყვანი, რომელიმე დროის ხაზში. და ალექს კულერი პასუხობს იყო თუ არა იესო აცმული ჯვარზე. ეს არის ანდრომელების საზრი, რომ ბიბლიური იესო ეს არის შეგროვებითი ხატი. ანუ გადამტან ნიშნულობაში იყვნენ იესოები საერთოდ. კი იყვნენ, მაგათმა თქვეს, რომ იყო ლიდერი მეამბოხე, რომ იყო ვინმე იეშუა, რომელიც მოკვდა მასადის ციხეში. ჩვენ ახლა გვაქვს ტურინული ეს ნაჭერი, რომელსაც რუსულად უწოდებენ ტურინსკაია პლაშენიცა. ანუ ტურინის სუდარა. მაგრამ რაც საინტერესოა, მკვდარ ზღვაში 50-იან წლებში იყო სხვა მოპოვილი არტეფაქტები და ერთ-ერთ ამ მოპოვებულ არტეფაქტში, ამ მოპოვებული ნივთებიდან იყო სპილენძის ტაბულები, წიგნები, დაწერილი მიახლოებით იმ დროს, რა დროსაც
იყო ბიბლიოთეკა. არსებობდა ბიბლიოთეკა დაარსდა ბიბლიოთეკა შავი ზღვისა, მკვდარი ზღვისა. ისინი იყო სპილენძისაგან ეს წიგნები, რომელიც მკვდარ ზღვაში ნახეს, იყო სპილენძისაგან და ისინი ყვებიან ისტორიას წინასწარმეტყველებაზე, რომ დაიბადა წინასწარმეტყველი, რომელიც დაიბადა ძალისაგან, რომელიც ძალისაგან მაპატიეთ ახლა თქვა დამებნა ტვინში. ხო, ამ წიგნებში, ამ სპილენძის წიგნებში ეწერაო, რომ მოვიდოდაო წინასწარმეტყველი, რომელიც დაიბადებოდა ქალისაგან, მაპატიეთ, არეული მაქვს ისე მხედველობა. წილვასოებს უკვე ვერ ვხედავ კარგად. რომელიც არ იყო დაბადებული მამაკაცისაგან. ხო, იოსებისაგან არ იყო დაბადებული, მაგრამ მე თქვენ მოგიღებით, რომ ერთ-ერთი წყაროს მიხედვით მარიამი იყო აყვანილი ხომალდზე და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაუნერგეს მარიამს. არის ბევრი რამ ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით ამ ტექსტებში, მაგრამ რაც საინტერესოა, ეს ის არის, რომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ისტორიას იესოს ქრისტეზე, ჩვენ ვიცით მხოლოდ 3 წელი. ჩვენი ცნობილია მხოლოდ 3 წელი იესო ქრისტესი. დანარჩენი 3 წელი პრაქტიკულად არ ვიცით. ხო და სინამდვილეში ვინ იყო იესო? ვინ იყო ადამიანი, რომელიც გამოხატულია ტურინის სუდარაზე? საინტერესოა, რომ როდესაც ვატიკანმა გადაწყვიტა ამ სუდარის დატესტვა, ამ სუდარას დატესტვა, ისინი ყველაზე მეტად იყვნენ შეწუხებული იმით, რომ შეიძლება აღმოჩენილიყო ადამიანი ცოცხალი. ის ადამიანი, ვინც გამოსახული იყო ამ სუდარაზე. მათ ხო ჯეროდათ, რომ იესო ქრისტე ჯვარზე ააკრეს. და მათ ეშინოდა, რომ ის არ ყოფილიყო მკვდარი. ანუ ეშინოდათ, რომ იესო ყოფილიყო ცოცხალი. ამიტომ გდალავდნენ წლების განმავლობაში სუდარის დატესტვას. ეს ის იყო, რაც მათ ძალიან აღელვებდათ. და აი ამიტომ აჩერებდნენ ტესტირებას. ეკლესიას რატომ აშინებდა, რომ ადამიანი ნაჭერზე, რომელიც იყო ჯვარზე აცმული, არ იყო მკვდარი? რატომ ეჭვობდნენ ამას? რატო ეგონათ ასე, რომ ადამიანი, რომელიც სუდარაზეა გამოსახული, მკვდარი არ იყო? ისინი წუხდნენ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ამბავი ყოფილიყო მართალი, რომ შეიძლება ის მართლა აღდგა. ჩვენ ეს არ ვიცით. არის იმდენი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით იესოზე, მაგრამ არის სხვა პერსონაჟი, რომელიც ცხოვრობდა იმავე დროს. მისი სახელი იყო რავი ალი ებრაელი, იყო აპოლონ კონიანსკი და საულ ტარი. ეს და იგივე ადამიანები არიან და იყო ადამიანი, რომელსაც ეკლესიამ უწოდა ანტიქრისტე. ქრისტეს მსახურები და სხვა ქრისტოსები ან ანტიქრისტე და ეს ტიტული არის რომაელ პაპის ტიტული.
ანტიქრისტე არის რომაელი პაპის ტიტული. ეს არის რავი როე. რავი როი. რავი ალი კი არა, რავი როი. ჩვენ მყავს ორი ცეზარი და ორი პაპი. მე გეტყვით, რომ სამი პაპი. ხო, მე გეუბნებით ამას. ყავენ სამი პაპი. მესამე პაპი საჯაროა, ანუ ხალხთან გამოდის ეს მესამე პაპი. მთავარი არის ეს მთავარი არა ოღონდ ეს პაპი. მთავარი არის თუ არ ვცდები პირველი არ მახსოვს ზუსტად რომელია მთავარი პირველი თუ მეორე, მაგრამ ეს პაპი რომელიც ხალხთან გამოდის, ეს მთავარი პაპი არ არის. და ორი პაპა გამოსცემს კანონებს. თუ რომელი ლეგიონები სადმე წააწყდებიან რავი როუს კანონი გამოსცეს თუ მაშინ იმ დროს როდესაც იესო ქრისტე არსებობდა შემდგომ პერიოდში როდესაც იესო ქრისტე აწვეს ჯვარზე კანონი იყო გამოცემული რომ თუ ლეგიონერები წააწყდებოდნენ ამ რავი როუს უნდა გაინადგურებიათ. რატო? ისმის კითხვა. ისტორიას აქვს რაღაც საიდუმლო ადამიანთან დაკავშირებით. რა ისტორია აქვს ამ ადამიანს რავი როუს? ფაქტი შედგება იმაში, რომ უბრალოდ არ ვიცით. ამისგან არაფერი ამ ადამიანის შესახებ არაფერი არ ვიცით. და თუ ჩვენ გადავხედავთ ეკლესიის ისტორიას და თუ დავაკავშირებთ სიმბოლიკას, ეკლესიის სიმბოლიკას ამათან, ყველაფერთან რაღაც არ არის წესრიგში. და მე ახლა ცოტა რბილად ვამბობო, რადგან მე ვიცი რომ ეს არის გზნობიარე თემა. და მე არ ვიციო ჯერ მთელი ისტორიაო, ამბობს ალექს კოლიერი. მე ვეჭვობ, რომ ეს ინფორმაცია გარეთ გავა. ისინი კი ვინც რომლებაც იციან ეს ისტორია, მაგალითად ტამპლიერები, რადგან მაგათმა გამოწვევა მიიღეს ვატიკანიდან და პაპისაგან და მიიღეს რაღაც საკითხთან დაკავშირებით ვატიკანთან და პაპებთან ურთიერთობა. რაღაც საკითხები ჰქონდათ გადასაწყვეტი და ამიტომ ჰქონდათ მათთან კავშირი. ეკლესია რატომ გამოიყვარა მარია მაგდალენა რუს ქალად? რადგან ეს არის სიცრუე. ხო, ანუ მარია მაგდალენა არ ყოფილა რუსი ქალი. ეს უბრალოდ სიცრუეა. არის იმდენი საკითხი, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. დარჩა ცოტა დრო და ჩვენ ყველაფერს გავიგეთ. სხვათა შორის ერთ-ერთი წყაროდან მე ვიცი, მე ვამბობ ამას, რომ მარია მაგდალენა იყო იესოს მეუღლე. თუ იესო მართლა თქვა, საქმეები, რომელსაც ვქნი, თქვენ შექმნით უფრო მეც, თუ იწამებთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ვართ დები და ძმები
ჩვენ ყველანი ვართ ვაჟები და ქალიშვილები. უმაღლესი აბსოლუტი ღმერთისა. ჩვენი სულების მეშვეობით, ჩვენი სხეულების მეშვეობით. ჩერკასოვი ეკითხება. წამყვანი, გთხოვთ გითხარით იმის შესახებ, რა თქვენს თქვენმა ანდრომედიანელმა ანგელოზებმა. ანგელოზები არა. გითხარით იმის შესახებ, რა თქვენსო ანდრომედიანელებმა იმის შესახებ, რომ ისინი არ მოგცემენ ატომური იარაღის გამოყენების უფლებას. ალექს კოლიერი, თქვენ ეს უკვე იცით. თქვენ თვითონ უპასუხეთ ამ კითხვაზე პასუხი თქვენ თვითონ გაიცითო და არა მხოლოდ ანდრომედიანელები, არამედ სხვა ვარსკვლავური ცივილიზაციებიც ამბობენ ამის შესახებ. შეიძლება დაბრუნდეთ 90-იან წლებში და პროექტი გახსნა გავიხსენოთ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სტივენ გრირი. ხო, მე თქვენ ბევრი ვიდეო მაქვს დადებული სტივენ გრირის, სადაც ის ყვება გახსნაზე, ინფორმაციის გახსნაზე. მე ვთვლი, რომ ეს იყო მისი საუკეთესო სამუშაო. ხო, რადგან მე დავამატებ, რომ სტივენ გრირი 30 წელზე მეტია უკვე ამისთვის იბრძვის, რომ გახსნა მოხდეს. შემდეგ, მათ თქვენს მტკიცეთ, რომ არაფერი ამისგან გამოყენებული არ იქნება, ანუ შეარაღებისგან, რადგან ეს ხელს უშლის მათ და თუ თქვენ ბავშვები ხართ და თქვენ ხელში გაქვთ ასანთი და ჩვენ გამოვიყურებით მოხუცებად, მაშინ უფროსები ართმევენ ბავშვებს ასანს, თუ უფროსები ართმევენ ბავშვებს ასანს, უფროსებს შეუძლიათ თქვენ დედამიწელებს, რომლებიც ბავშვების დონეზე ხართ, ბავშვები ვით იქცევით უფროსწორად, თქვენ წაგართმევთ ატომურ იარაღს. და მე ახლა ვიცი, რას ამბობენ ბინძურ ბომბებზე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ერთ და იგივეა, რადგან ეს არის ატომური აფეთქებები. მე არ მაქვს რამე შიში, რომ სადმე აფეთქება ატომური ბომბი. ეს არ იქნება, რადგან ეს შექმნის გახლეჩვას სხვა განზომილებებში და შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, რომლის გამოსწორება მოუწევთ მათ და ისინი არიან აქ ამისთვის, რომ გაწმიდოთ ყველაფერი რეგრესიულისაგან, ნეგატიურისაგან და ეს კეთდება და ამით ჩვენ გვეხმარებიან გაწმიდონ მოღალატეებისაგან, რომლებიც აკონტროლებენ და მანიპულირებენ კაცობრიობას საზიანოდ. უფროსები მოვიდნენ და ასანთი წაართვეს ბავშვებს, ანუ ჩვენ დედამიწელებს. ეს ფაქტია და მე ამით მაყოფილი ვარ. ჩვენ უნდა დავიწყოთ მოქმედება, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და გავიგოთ პასუხისგებლობა და უნდა გავიგოთ რა ხდება აქ, როდესაც ჩვენ გავიგებთ რა საპრობლემო ადგილებია და როდესაც ჩვენ ვნახავთ სიცარიელეს, რომელიც უნდა შევავსოთ, ძველი ყველაფერი უნდა ჩაბარდეს წარსულს, ყველაფერი რასაც შექმნით იქნება ახალი. ჩვენ გვაქვს ცოდნები,
რომელიც ჩვენ შიგნით გვაქვს და ეს ცოდნები ჩვენ შიგნითაა და ჯერ ვერ ვაცნობიერებთ ამას. ასე რომ ჩვენ ვიცით და გვეცოდინება თუ როგორ მოვიქცეთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმანეთი და უნდა გავერთიანდეთ ამ საკითხში. ამ პროცესის დროს თეთრი ქუდები ალიანსი დაიკავებენ თავიანთ ადგილს და ისინი დაგვეხმარებიან ჩვენ, მოგთმენ ძალას და დაგვეხმარებიან შევქმნათ რეალობა, რომელიც ჩვენ გვინდათ გქონდეთ. როგორი რეალობა ჩვენ გვინდა გქონდეთ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს უკვე არსებობს მომავალში, ჩვენ მოვდივართ დღევანდელი მომენტიდან იმ წერტილში. თქვენთვის, ვინც მოგზაურობენ დროში, თქვენ ვინც მოგზაურობენ სხეულის გარეთ, ხო, ანუ ტოვებენ სხეულს შეგნებულად და მოგზაურობენ. ღამღამობით უფრო ხდება ღამღამობით ეს მოგზაურობა. ზოგი არაცნობიერებლად აკეთებენ ამას. რადგან ყოველი დაძინების დროს ჩვენ ისედაც მოგზაურობთ, მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს მერე სად ვიყავით, რას ვაკეთებდით და ზოგი შეგნებულად აკეთებს ამას და ყველაფერი ახსოვს და მოაქვს ინფორმაცია. და თუ თქვენ წახვალთ იმ წერტილში და მოიტანთ ამ ცოდნას, ისევ უკან ამ წყოში ყველაფერი მოხდება ძალიან ჩქარა. ჩვენ გვესმის ეს იქ არის, ეს ყველაფერი იქ არის მომავალში, ესე იგი ის უკვე მოხდა მომავალში. უბრალოდ უნდა აიღოთ ის წერტილი და მოიტანო უკან მომავალში. და რა იქნება შემდგომ? ორი წერტილი გაერთიანდება, გადაიხვევიან და ჩვენ აღმოჩნდებით იქ. მასე უცხოპლანეტელები მიდიან წარსულში, ისინი ხვევენ სივრცეს და ეს არაფრით არ განსხვავდება ჩვენთვის. ეს ერთ და იგივეა, მხოლოდ ჩვენ ვართ აქ და ახლა ჩვენ გვინდა ავიღოთ მომავალი და მოვიტანოთ უკან წარსულში. ჩერკასოვი ეკითხება, შეგიძლიათ გითხრათ, თქვენი გზა როგორ გაიარეთ, როგორ შეძელით ბოლომდე მისვლა, გახსნა, ნელა მიდისო და თქვენ კარგად გიჭირავთ თავი. ალექს კოლერი, ჩემი გზა შედგება აფრენებისა და დაფრენებისაგან. ბევრჯერ ნდომებია ამ გზიდან წასვლა. ბევრჯერ მეგონა რომ ვერ შევძლებდი ბოლომდე ჩასვლა. იყო დრო, როდესაც ამ თემიდან საერთოდ წავედი. იმისთვის რომ ოჯახი შემექმნა და იმისთვის რომ მეცხოვრავ მათთვის, მაგრამ მოვლენები უკან მithრევდნენ. მე ვხედავდი ყველაფერს. საით მიდიოდა სამყარო, იყო ხალხი, ბევრი წავიდა ამ ქვეყნიდან. ამით დასრულდა ეს ვიდეო. მადლობთ ყურადღებისთვის.